საღამოშვიდობის და ქეთა. მოგესალმებით. მადლობა რომ ამოძვერი ჩვენ სტუდიაში. თუ პრობლემოთ. როგორ მოგწონს აქედან თბილისი? იცი რა არის, კარგია, მაგრამ მე მაინც ეს უფრო მეტად ამ ანტენებს ვხედავ, როცა გარშემოწ და მიშლის ხეთს, მაგრამ კარგია. კადრში როგორც წესი ანტენები არ ჩანან ხოლმე და. ხოდა იცოდეს მაყურებელს ვარ. მოკლედ დღეს ხო, მარტო ანტენები ჩანს. თურმე. მინდა რომ დღევანდელი ინტერვიუ აუცილებლად დავიწყოთ მზია ამაღლობელი, თუკი 7 საათია მზია ფეხზე დგას, ის სამბრალდებო სკამზეც არ ჯდება და აი ჩემ თავს დავუსვი კითხვა მწერან უსმენდი ახალ ამბავს სასამართლოდან, რომ აი რა გაუკეთეს ამ ქალს. რა უქნეს ზოგადად ჩვენს პროფესიას, მაგრამ რა გაუკეთეს მზია ამაღლობელს. თავისუფლება მას და მოდი დავიწყოთ საუბარი მზიას შესახებ. იცი რა არის, ხო, ბევრი რამე იწერება, ბევრს ამბობენ, მაგრამ აი ხა შენ რაც თქვი და ამას ვუყურებ კი არა და მესმის უბრალოდ მთელი დღე ვეღარ ვუყურებთ, ხო? რომ ამდენი ხანია რაც პროცესები მიმდინარეობს 7 თვე, 8 თვეა და ნუ დღესაც უკვე მე-7 საათი არ დამжда, ანუ ალბათ უკვე მერვე, ხო? აი ამ ქალის სიძლიერე ამაშიც ხო გამიხატება, რომ საბრალდებო სკამზე არ ჯდება. ანუ აი აბსოლუტურად ყველა დეტალში, რაც ეხება მის გარშემო შექმნილ ვითარებას, ეს ქალი ასხივებს საოცარ სიძლიერეს და სიმტკიცეს. ოღონდ ამას განგებ ხო არ აკეთებს, რომ აი რაღაცას ხო არ აკეთებს, განგებ რომ ამ საქციელით ეს დაგვანახოს, აი უბრალოდ აი გამოსჭვის რაღაცნაირად მისგან ეს სიმტკიცე და სიძლიერე, რომელიც ალბათ ყველას გვაძლიერებს. ალბათ კი არა ეგრე არის რა, ანუ სადღაც აი რომ დავიღლებით ან რაღაცა ცუდად თუ არ მე პირადად ესე ვარ ხომ მე ვიხსენებ რაღაცა კონკრეტულ მომენტებს. იმას კი არა რომ აი მზია ამაღლობელი არსებობს. აი მაგალითად სასამართლოდან რაღაცა მის სიტყვას ან იმ ყველაფერს, რასაც გაუძლო, ან იმას, რომ არ ჯდება საბრალდებო სკამზე, ან იმას, რომ თქვა, რომ კი გავარტყი სილა, იმიტომ რომ. აი ამ რაღაცა დეტალებს რო ვიხსენებ, მე რო ხვდები, რომ საერთოდ არ მაქვს არანაირი უფლება იმის, რომ უდნავ დაღლილიც კი ვიყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი და არა მხოლოდ მზია, მაგრამ ამ შემთხვევაში მზიაზე ვსაუბრობთ, არ გვაძლევენ შესაძლებლობას და იქიდან გვანახებენ, აი გისოსებს მიღმა მყოფი, გვანახებს იმხელა სიმტკიცეს, რომ შენ მერე შენ თავთან რაღაცა დანაშაული შეგრძნება გაქვს, რომ იმას თუ ამდენის გაკეთება შეუძლია, როგორ შეიძლება შენ რამე პატარა არ გააკეთო. კი, ნამდვილად და ხო, ძალიან სევდიანია და მზია არის ჩვენი პროფესიის სინდისი, ისევ ჩვენს პროფესიაში დავრჩეთ და ბევრი ქუჩის გადაღება მახსენდება შენთან ერთად, თუმცა 20 ივნისზე მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი. როგორ თქვა გიждები მაგ გადაღება, აი როგორ უნდა თქვა, მაგრამ ეს სიტყვებით ხო ხანდახან შეუსაბამო არის ხოლმე, ანუ ვერ აი როგორ უნდა თქვა, გიждები მან დრო ერთად ვიმუშავეთ. შეიძლება ესე ვთქვა ალბათ რა, სწორი ფორმულირება ალბათ ეს იქნება და რომ გიждები მაგ დღეზე. ხო, ანუ ეგ დღე არის ერთ-ერთი პირველი ძალიან სასტიკი დღე, თუმცა მე იმ მომენტში ზოგადად ხო მიცნობ როგორი ოპტიმისტი ვარ და მეგონა რომ აი ეს შეცდომა რომ მოუვიდათ, ეგეც აღარასდროს აღარ გაიმეორებენ. თუმცა ნუ დღევანდელ დღემდეც მოვალთ და აი 20 ივნისის საღამო, როდესაც ჩვენ იქ ვაშუქებდით. დღევანდელ ქეთასთვის ის დღე რა არის იქედან დაწყებული და ნუ მერე უარესი დაგმართეს ხო ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს საკუთარს. ხო, იცი რა არის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ეგ, იმიტომ რომ შენგან განსხვავებით მე მაგალითად ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ეგეთი პირველი ამბავი იყო. ანუ მანამდე აი დარბევაზე არ მიმუშავია არასდროს. ეგ იყო პირველი, როცა ანუ აი ამაში როგორც ჟურნალისტი ისე ვიყავი რა. და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ეგ დღე იყო ჩემთვის პროფესიულად, თუ ამ შემთხვევაში პროფესიაში ვრჩებით და არა ვთქვათ რაღაცა პირად ამ ამბებში არ გადავდივართ, პროფესიულად იყო, აი რა იცი, აი ქეთა აქ და უცებ ქეთა აქ. ოღონდ რას გულისხმობ, იცი, აი იმ რაღაცა რამდენიმე საათში იმდენი ვისწავლე პროფესიულად. ანუ იმდენი ვისწავლე, რომ არ ვიცი ეგეთ გამოცდილებას სხვა კიდე რა მომცემდა. თან იმ მომენტში ხა ქაშიქ შენ მით უმეტეს ჩემზე კარგად იცი, აბსოლუტურად ვერ ვიაზრებდი სიმძიმეს, იმის მიუხედავად რომ ამ ყველაფერს ხედავდი, ვერ ვიაზრებდი ემოციურ სიმძიმეს ამ ამბისას რა. ეს გავიაზრე აი მეორე მესამე დღე რო გათენდა და ცოტა საღგონებაზე რო გადავახვიე. მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ პროფესიულად ძალიან ბევრი რამე მომცა და ძალიან დამამძიმა ემოციურად
და რომ მეკითხები იქიდან აქამდე რა გავიარეთო, იქიდან რო დაიწყო, აი ხა გავდივარ და ჯერ არ დამთავრებულა ეგ პროცესი. სამწუხარო ჯერ არ დამთავრებულა, მოდი ცოტა ისე იუმორში გადავიტანოთ, თაზო რო დაკითხეს 20 ივნისზე. არა, მე მინდა დაკითხვაზე იყო, იცი? ეხლა იყავი დაკითხვაზე? არა. ან ეხლა რო გამოძიება დაიწყეს 20 ივნისზე. მე რატო არ დამიბარე? შენ დაზარალებულად ცნობილი ხარ? მე უარი ვთქვი მაშინ, ფეხი მქონდა მარტო და ეს დაზარალებულად ვინც არის ცნობილი, ხა იმათ იბარებენ და რაღაც ესეთი ის რო არის რაღაცა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღე მონაწილეობა? თაზოს გამო რუსთაველი გადაკეთდა. ანუ ესეც წარმოგიდგენია, ანუ მე შემინდა მივაწოდა ვიდეოები საგამოძიებო უწყოს, ერთმანეთს ამხელა ხაჭაპურს რო ვაჭმევთ გახსოვს. მე შენ ნადია ტრაპაიძე ვიყავით, თაზო, ნუ ოპერატორები იყვნენ კიდე რუსთაველი და ეს რიგას რო ვიდე კიდე პატარაზე მომდეს. ანუ მეც არ მასწავლე. ეგეთ გადაღებებზე ყველაფერი ძალიან გემრიელია. აი, ყველაფერი, იმიტომ რომ მან ხო ძალიან რაღაცა მცირე დროს გამონახავ კი, მუშაობი იმიტომ ვაჭვევთ ერთმანეთს, რომ ანუ თაზა მაგალითად იღებდა მაგ დროს და ხელს ვერ კიდევდა იმ ხაჭაპურს და ჩვენ ვაწყვეტდით და ისე ვაჭვევთ. ხო, იცი რა არის, ანუ ეხა ზოგადად მაყურებლის გადმოსახედიდან ეხა რასაც ვაპარაკობთ, ანუ შეიძლება ვიღაცა მეკროს, რომ ან რა აცინებთ, ან მაგრამ რაღაცა ისტორიები არის, ეს თუ არ გავაკეთეთ, სხვანაირად ვერც იმ ამბებს ვერ გავაშუქებთ და ვერც ემოციურად ვერ გადავიტანთ რაღაცეებს, რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეგეთი რაღაცები გვაქვს ხოლმე გასახსენებლათაც და იმ დროსაც იქ რაღაცა გასაკეთებლად. პრინციპში 20 ივნისიდან ძალიან მალევე 2009 ხო რა, ალბათ წელიწად ნახევარში უკვე რუსთავი ორიდანაც მოგვიწევს წამოსვლა და ეგ დღეც ჩემთვის ძალიან ძიმე დღეა იმ ეზოდა რომ გამოვდივართ და ერთად გამოვდივართ იმ მონსტრიდან გამოფარეს კი განცხადებები ჩვენ და მე სხვათა შორის ეგ დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე როცა დავიჯერე რომ ერორის მიღმაც რეპორტიორი ვიყავი იმდენად მიყვარდა რუსთავი 2 რომ მეგონა რომ მის მიღმა ვეღარ ვიმუშავებდი. მოდი მაგ დღეზეც გაუზიარე მესამე ფურცლის მაყურებელს შენი ემოციები, როგორი დღე და რატო გადმოვედი 20 ივნისიდან, იცი გახსოვს მაშინ, როდესაც არჩევანს ვაკეთებდით ერორიდან წამოსვლაზე, სწორედ ასე დავიწყეთ ათვლა რომ აქ 20 ივნისზე ჩვენ ვეღარ ვილაპარაკებთ. ეგ იყო. ხო, ვეღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მაგ დროს ხო გრძელდებოდა ეს ახალია ჩვენი პრემიერია თუ ასე ხო, ეგ დღე სხვა შორის ჩემთვის არის იცი როგორ ემოციური ხანდახან რაღაცას რომ ვიხსენებ ხოლმე მე ვხვდები რომ ძალიან მოქმედებს რა იმის მიუხედავად რომ აბსოლუტურად აი ალბათ ეგრე დარწმუნებული ერთ წამში მიღებული გადაწყვეტილება ჩემი ცხოვრების ეგეთი სწორი აი შეიძლება ახლა ამ გადმოსახედე რაღაცებზე მეტად სწორად მოვიქეცი აი ვიფიქრო რაღაც სხვა გადაწყვეტილებებზე მაგრამ თან ეგ გადაწყვეტილება იყო ერთ წამში მიღება ანუ წამიც არ დამჭირდა მაგ გადაწყვეტილების მისაღება საკუთარ თავთან რომ აქ უნდა წავიდე რა აქ არ დაურჩევი ხო მაგრამ ისე მძიმედ მახსენდება ეგ დღე, იმიტომ რომ ნახე, ცოტა რაღაცას ისტორიას მოყვებით მე და ლამპო ვიყავით გადაღებაზე საოკუპაციო ხაზთან მაგ დღეს. ლევან კალანდია ოპერატორი. ლევან კალანდია. მაყურებელსაც რო გავახსენოთ, თუ გინახავ წითელი თმით პარტონაყურებით. კი, ყველგან რამე ხდებოდა შუაში რო იდგა ხოლმე და იღეთ. მე და ლამპო ვიყავით საოკუპაციო ხაზთან, იქ ადამიანები გაიტაცეს რა წინა დღეებში და ჩვენ წავედით გადაღებაზე და ეგ გადაღება იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე და ლევან კალანდია, ლამპო, დაახლოებით ხო ხვდები რას იზამდა და ნუ რაღაცა უცებ რო ვლაპარაკობთ, უესო რა გადაღებაო, რა ყველას ერთი და იგივე გვაქვს და წამო ზუსტად იმ ადგილას მივიდეთო, საიდანაცო ეს კაცები გაიტაცეს და ეს არის უკვე ოკუპირებული აი ის ნაწილი, სადაც ჩვენი პატრული არ გადადის და ისინი მოძრაობენ რა ოკუპანტები, ანუ რაღაც ტაძრის ადგილე საიდანაც წაიყვანს. ძღოლი გავაფრთხილეთ მარტო პირადობები და მოწმობები, საბუთები ტელევიზიის სამსახურის ჩავიდეთ ჯიბეში, ლამპომ შტატივი დატოვა და ლაივ ჩართულები, იმით და ლევან ბიწაძეს დავურეკეთ, რომ ყველაფერს უყურე, იმიტომ რომ კაცს მარიცის სად მივდივართ, ანუ არ ვიცით, უბრალოდ უნდა წავიდეთ, რომ ის ადგილი გადავიღოთ და მოკლედ წავედით, გადავიღეთ. ყველაფერი. დაჟე ნოდარი მირეკავდა, რომ სასწრაფოდ გამოდით მაქედან, იმიტომ რომ კადრს უყურებდა, რომ სიგიჟეში ვიყავით, გავიპარეთ, ანუ ჩვენ საპატრულოსაც გავეპარეთ ტყე-ტყე რა, რომ ის ადგილი გადაგვეღო. ნუ ეს ცალკე სიგიჟე არის, მაგრამ ხო იცი, მაგ დროს ის გაქვს რა ადრენალინი. მე იქ იყო მანქანების ხმა და მივხვდით, რომ ჩვენი მანქანები არ ქედა. ნუ მოკლედ ძალიან კარგი მასალა გქონდა იმისთვის, რომ გვეჩვენებინა მაყურებლისთვის.
იქ მე რა მოგვაკითხა შესწრებ რაღაც მოკლედ გამოგვიყვანეს იმ ტერიტორიიდან. ოღონდ ჩვენ ვართ იცი როგორი ამაყები, რომ ამის გადაღება შევძელით და თან იყო ძირითადად ეს, რომ კურიერი აქ ჩამოვიდა რუსთავიორის მიკროფონით, ანუ კადრში სულ ესაა რა. იქიდან რომ გამოგვიყვანა ჩვენმა შესასამ რომ ამოგვაკითხა და სასწრაფოდ წამოიწყო და მანდამდე ვერ ამოვალთო ცოტა ქვემოთ ჩამოდით, ანუ ეს გამოგვიყვანა. ნოდარს რომ დავურეკე, რომ ძალიან მაგარი მასალა მაქვს თქო და თან მოსულია თქო ტელევიზიაში და მე გზაში სიუჟეტს დავწერ მეთქი და 9-ზე ამით დავიწყო თქო ნოდარი მეუბნება, რომ აი ტელეფონში რომ ეგ მასალა ვერ გავა დღეს ეთერში და შეგიძლია აღარ დამირეკო ეს იუმორით, აღარ ვარ შენი უფროსი. და გამიჩნდა და მივხვდი რაც ხდებოდა. იქიდან აქამდე გზა იყო, აი არ ვიცი, ან რო ვერ ხვდები, ხო იცი? და ჩამოვიდით ტელევიზიაში ეს მასალა რა თქმა უნდა ეთერში არ გასულა და ყველაზე მეტად გული ამაზე მწყდება, რომ ეს მაყურებელმა ვერ ნახა და მეორე დილა რო გათენდა მე სამსახურში, მაშინ ჯერ კიდევ სამსახურში მივედი იმით, რომ განცხადება დავწერე და წამოვედი. ხო, როგორც ყველა ჩვენგანი და ნუ ძალიან ბევრი კი, და ერთი წამი არ მეკითხია. ხო, დიდი სიყვარული დავუტოვე იმ ტელევიზიას. მადლობა რუსთავიორს ჩვენი პროფესიულად სწორად გამოზრდისთვის. კარგია რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდით და ამ პროფესიის სუდითა და კარგიც გავიგეთ. გამოვიდეთ რუსთავიორის ეზოდან და არ მინდა რომ თავარზე კითხო, თავარიში არ შემოძრები არ მაქვს ეგ ინტერესი, თუმცა ქართული მედია სივრცე თავარის გარეშე და ქეთამ თავარის გარეშე. იცი რა არის, ძალიან რთულია. თავარის garaშე ქართული მედია სივრცე მგონია, რომ ნახე იქიდან დავიწყებ რა, მეც მეგონა, რომ იმის მიხედვით, რომ მანამდე TV პირველში მუშაობდი, მე რუსთავიორში, ან რუსთავიორში არ დამიწყია, ხომ ეს? მაინც მგონია, რომ აი მაშინ მეგონა, რომ აი რუსთავიორის garaშე რა უნდა იყოს რა, აი იმ რუსთავიორის garaშე გულისხმობ, რაც იყო თორე ეხაც არის რუსთავიორი და რა არის, კი ვხედავთ. და ეგ ფიქრი მქონდა, რომ ანუ ხო ვიცოდით, რომ რაღაც აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ არა ის მაინც არ იქნება, რაც ის იყო რა. სხვა შორის დიდხანს მქონდა ეგ გაყოლილი, რომ ის მაინც არ არის და აი მაინც ის მქონდა, რომ ანუ ის სხვა იყო რა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მე რაღაცები ჩვენ თვითონ ვაშენეთ რა. და ამ ქვეყანაში მგონია, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი ნებისმიერი მედიის არსებობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მთავარის garaშეც მე აი რუსთავიორიდან წამოსვლა ხო იყო, ყველაფერი ხო იყო, ბევრი რაღაც გადავიტანეთ, მაგრამ თავარი რო დაიხურა, მე ეგეთი რთული პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია. არასოდეს საშინელი დეპრესია, აი საშინელი დეპრესია, აღარ გავაგზავნებ ამაზე რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი ეგ მქონდა, რომ ეს თუ მორჩა, მე დაჟე ვფიქრობდი, რომ მორჩა ჩემი ჟურნალისტიკაც. ანუ დამთავრდა, იმიტომ რომ სხვა ტელევიზიაში ვერ ვიმუშავებ, ან რაღაცა არ ანუ მოკლედ რა. და მეგონა რომ ის რო დამთავრდა და ეხაც ესე მგონია, ნუ რაღაცა ეტაპი დამთავრებული არის ამ ქვეყანაში რა. იმის მიუხედავად რომ ფორმულა რა თქმა უნდა, რომელიც ძალიან მიყვარს და TV პირველით არსებობს, იმის არსებობა კიდე სხვა ბევრ რაღაცას ქმნიდა რა, ესე მგონია. და მთავარის garaშე ერთი ეგ მექანიზმი გამიჩნდა კიდე საკუთარ თავთან, რომ ბრძოლის რამე მეთოდი თუ გაქვს, რამე ადგილი თუ გაქვს, სადმე თუ შეგიძლია რომ იბრძოლო, არაუშავს ის თუ აღარ არის რა. ყველა ახალ რეალობას უნდა მოერგო, ყველა იმ მოცემულობას უნდა მოერგო იმისთვის, რომ ბოლომდე გააკეთო შენი გასაკეთებელი. მე მაგალითად ეგ დაკარგული მქონდა 1-3 თვე, ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად აღარაფრის გაკეთება აღარ შემიძლია. მარტო ის რომ რუსთაველზე ვიდგე, მაგრამ მე მივხვდი, რომ მარტო რუსთაველზე დგომა, როგორც მოქალაქის პოზიციიდან არ იყო მხოლოდ ის, რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა. და მე აღმოცენდა ჩემ ცხოვრებაში ფორმულა, რომელიც ანუ ამას გულისხმობ, რომ ანუ პროფესიულ ცხოვრებაში ხა მანამდე ხო იყო ფორმულა, მაგრამ სხვანაირად და მგონია, რომ ეხა იმის მიუხედავად, რომ ნიუს ჩახსნილი ვარ, და ეს ჩემი გადაწყვეტილება ამთლიანად, იმიტომ რომ აღარ მინდა ცოტა ხანი რასაც ვაკეთებ ჩაბატკვირას და როგორ ჩემი მთავარი мотиваცია და გონია რომ სადაც საკუთარი თავი ვიპოვე პროფესიულად არის ის რომ პატიმრებზე ვიყო ორიენტირებული სრულად. როგორც ისე როცა ჟურნალისტი ვარ და სასამართლოებში დავდივარ როგორც მოქალაქე და როცა ეთერში ვზივარ მხოლოდ ეგ მაქვს აი ბოლომდე რა ეგ ხაზი ვიპოვე რომ მათზე ვიყო ორიენტირებული თავიდან ბოლომდე. ხო, აი რეპორტიორი ქეთა შენ თავად ახსენე, რომელიც ცოტა ხნით მიგიტოვებია და მოდი რეპორტიორ ქეთას გადავწყვდეთ, რას გეუბნება, რას გეძახის ხოლმე ახლა ამ სიტუაციაში, მით უფრო 28 ნოემბრიდან აი ამ საშინელი ბრუტალური დარბევების ღამეს შენ მუშაობდი, მაშინ მთავარი იყო და მთელი ეს საშინელი დაშლა დარბევები და ადამიანთა
ცემა დასჯა, ერთად გადავიღეთ და რეპორტიორი ქეთას რა ჟინი აქვს, რა რეპორტაჟების ზე მუშაობას და გაკეთებას შეიძლება ახლა გთხოვდეს? ძალიან მარტივად გეტყვი და თან ვაღიარებ ამას რა. მე რომ მივიღე გადაწყვეტილება ეხა რომ იმიტომ რომ იყო ეგ ისიც რა ქვია რა, რომ აქ ნიუსშიც გამგრძელებინა ვთქვათ, ანუ ნიუსის ჟურნალისტი ყოფილიყავი, მაგრამ მე მივიღე ეგ გადაწყვეტილება, აი იმ რაღაცა ცოტა დეპრესიულ პერიოდში და ბევრი რამის გადაფასება, გადმოფასების დროს, რომ ეხა ამ ეტაპზე არ მინდა და აი რატო არ მინდა, რასაც მეკითხები, აი რას გთხოვს რეპორტიორი ქეთა. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ამ რეალობაში არ ვიცი რაზე უნდა გავაკეთო რეპორტაჟი. აი იცი რა მომანიჭებს, ნახე ჩვენ რო რეპორტაჟს ვაკეთებთ, შეიძლება მძიმე ამბავი იყოს, მაგრამ ამაზე მუშაობა შენ განიჭებს სიამოვნებას. გულისხმობ იმას, რომ შეიძლება რაღაცა ისეთ ამბავს იგებ, რომ ჩაძრები ისეთ ამბავში და ისეთ, ანუ სულ ამბობ ხოლმე და აი ისეთი ამბავი შეიძლება გაიგოს ჟურნალისტმა, რომ არა ეს პროფესია, მთელი სამყარო რო შეინთქას, ერთად ამ ამბავს ვერ გაიგებდნენ. ხო და ეგეთი ამბები აღარ დამრჩა ქაში სამწუხაროდ. ნახე, რას გულისხმობ? იცი, ხო ძალიან ბევრი ამბავია იქ პატივრები, აი რამდენ გადაღებაზე შეიძლება იარო ეხლა რა, ანუ აი უამრავზე, აი იქ სასამართლო გააშუქო, იქ ის გააშუქო აქციები, მაგრამ ნახე რას გულისხმობ? ეს როგორც ჟურნალისტ აღარ მანიჭებს სიამოვნებას. აი ხა მე რო ვინმე მითხრათ, აი ხვალ დილით რომ მიწევდეს რომ წავიდე სასამართლოში და გავაშუქო, აღარ მომწონს. აბსოლუტურად არ მინდა რომ ამაზე ვილაპარაკო როგორც ჟურნალისტმა, იმიტომ რომ მგონია რომ მეტი თავისუფლება მაქვს, როცა არ ვარ რეპორტიორი და არ ვდგავარ მიკროფონით. ხო, მიქ იმიტომ რომ რაღაცების კონტროლი მაინც გიწევს. ქეთა რეპორტიორი აკონტროლებს ხოლმე ჟურნალისტურ სტანდარტებს. შემიძლია დაგეთანხმოდა ეს ჩემგან კომპლიმენტად მიიღე. ნამდვილად მივიღებ ხო და აი და არ ვიცი ეგ კარგია თუ ცუდი, მაგრამ არ მინდა რომ ეგ ვაკონტროლო. ეს მითხარი აბსოლუტურად კარგია, იმიტომ რომ მე ძალიან არ momწონს და გულდასაწყვეტია მიუხედავად ყველაფრისა დიდი დოზით საკუთარი პოზიცია და აქტივიზმის შემოჭრა მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია აი ამ ვითარებაში არ იყო მათზე გაბრაზებული როგორც მოქალაქე, მშობელი, მეგობარი თუ ასე შემდეგ, აი. დაამტკიცა. როგორც იტყვიან ხოლმე. ხო და მაგიტო გავერიდე ქაში, იმიტომ რომ რაღაცები არის, აი მე მაგალითად იცი რა არ მომწონს, რო ვახოვე ხა? ოღონდ მაგ შემთხვევაში მაინც ვერ ვამტყუნებ ჩემ თავს. აი სადაც აქტივისტად ვიქეცი ჟურნალისტიკას ერთად იყო 5 ივლისის ამბების მერე. ოღონდ ვერ ვამტყუნებ ჩემ თავს, მაგრამ ეს უნდა ვთქვა, რომ ვერც და ვერც ვერავინ ვერ გაგვამტყუნებს ვერანაირი ჟურნალისტიკის სტანდარტის დარღვევაში და ასე შემდეგ. და 5 ივლისი სხვა რაღაც უცნაურად საშინელი დღე არის. არა, აბსოლუტურად სხვა რამე იყო, მაგრამ იმდენად დიდი, აი ხო იცი ზღვარს რო ვეღარ პოულობ. მე ეს 5 ივლისის ამბები რო ცოტა გადავხარშე მე როგორც ჟურნალისტმა რაღაც, მაგრამ აი ამ დარბევების მერე აი მაგ ზღვარს ვხვდებოდი რომ ვეღარ პოულობდი საკუთარ თავთან რა. აი აქტივიზმსა და იმ ჟურნალისტიკას შორის, რომელიც მე მომწონს, როცა ეთერში ვუყურებ. შესაბამისად, სადაც მივხვდი რომ აი სასამართლოზე რო დავჯდებოდი როგორც ჟურნალისტი, შეიძლება რაღაც რეპლიკა ვერ მეთქვა, იმიტომ რომ როგორც ჟურნალისტი ისე ვიყავდი. ეხლა როგორც მოქალაქეს უფრო მეტი თავისუფლება მაქვს მაგნაწილში. რა და რაღაცა მომწონს. ქეთა ნახე კიდე როგორი მომენტია ახლა ქართულ ოცნებას ყავს მსხვერპლები ხო 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, მსხვერპლები სოციალურ სივრცეში და რაღაც ძალიან ისეთი ბინძური პროპაგანდით თავდასხმები და იმასაც მოვესწარით რომ ჩვენი ყოფილი კოლეგა მეგობრები ახლა ჩვენ გვესხმიან თავს ამ შავი რაღაც ჭორებით თუ ასე შემდეგ როგორც მათ ჩვევიათ ხოლმე. და ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე და შენ განსაკუთრებით ასე ვთქვათ თავდასხმის მსხვერპლი ხდება რომ ხან რომელიღაცა პროპაგანდისტული მედია პლატფორმა წერს რაღაცას რომ აი თითქოს მაგრამ ამაზე იმუნიტეტი გვაქვს ხო? კი, გამოვიმუშავა. მაგრამ ამასაც რომ მოვესწარით რომ აი ეს ჩვენი მეგობარი კოლეგები როგორი იქცნენ არ ვიცი ვირთაგებად ამ პროფესიაში. იცი რა არის, ეხა მაგასაც გეტყვი, ადრე მწყდებოდა ხოლმე გული. არა, გული ხარ მწყდება არამედ. ყველას თავი აბია რა. ზუსტად, იმიტომ რომ ეგ არის. ადრე მაინც რაღაცა ის მქონდა ხოლმე, რომ აი კი, მაგრამ მაინც მიყვარს რა. აი კი, მაგრამ იცი რამდენი წელი ერთად მოდით, აი კი, მაგრამ ერთად გვძინები, აუ კი, მაგრამ ერთად ვჭამდით.
რა კი, მაგრამ და ჭამდი და ანუ აი აბსოლუტურად გადახაზული მაგ და ძალიან ამ ის რა ქვია მაგნატულში რომ თან მე არ გადამიხაზე ანუ თვითონ გადახაზეს ანუ თვითონ გადალახეს ის წითელი ზღვა წითელი ხაზი და საერთოდ არ ნერვიულობ რა პირიქით სამაგიეროდ კაში ნახე იმდენი ადამიანი შევიძინე და რომლებსაც აი მართლა ამ ბოლო 2 წელიწადში იმდენი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში რომლებსაც როგორ ვენდობი იცი აი აქედან ხა აი რო ამოძვერი აი ხელი რო გაუშვა და ჩავარდე ვიცი აი აბსოლუტურად არ წუნებია რომ დამჭერა ამ კრიზისულმა სიტუაციამ გამოაჩინა ადამიანების ყველა მხარე ალბათ ხო შენს სოციუმშიც და მიღმაც ჩემთვისაც ასე ყველასთვის აი ხა და თან გააკავეს ჩემი ვიცი რა და 2 დღე მოუწია ყოფნა ხა 6 აგვისტოს სასამართლო ველოდებით პროცესს და უამრავმა ადამიანმა დამირეკა მადლობა მათ ყველას ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა მაგრამ აი ამ ზღვა შეტყობინებებში და მოკითხვებშიც უფრო ცხადად დავინახე ვინ არ დამირეკა ეგრეა ხო ეგრეა მაგრამ არა უშავს შენ წახვედი ემიგრაციაშიც აი ემიგრაცია რომ ჯოჯოხეთურად მძიმე იყო ვიცი და მოდი გადაწყვეტილება რამ გამოიწვია რომ თან შენ მალევე დაბრუნდი რაც იმას ნიშნავს რომ იქ შეუძლებელი იყო რამდენი ოკეანის გადაღმა შენ დარჩენილი ყავი ქეთანი და თან ეხაც ხო აი მაგან ნახე მე წავედი 2023-ის გაზაფხულზე 2022-ის როდის წავედი? არა 2023 ეხა ხო 2025-ია 2023-ის გაზაფხულზე წავედი. როდის იცი აი ნიკა დაჭერილი არის მთავარში როგორი სიტუაცია იცი? აი არ ვიცი საშინელება, მაგრამ ეს არ იყო ხანი განმაპირობებელი ან ფინანსური მხარე რომ რაღაც ხელფასი არ ქონა ეგ არა იცი რას მივხვდი მაშინ აი იქ ჩემ კოლეგებს რო კითხო ვის ერთადაც მუშაობდი მთავარში რა მაშინ აბსოლუტურად ვიყავი, აი ხა ძალიან ისე ვამბობ, რა ხმა არაადეკვატური. ანუ არაადეკვატური ვიყავი, რატო დეჩემი რეკავს, მაგრამ იცის რა ქვია. არა, იცი რას ნიშნავს არაადეკვატურობა, რაში ვლინდებოდა? სუცუთ ხასიათზე ვიყავი, სუჩხოვდი, ანუ ბევრი რაღაცა ერთად დამაწვა, ის რომელიც მეგონა რომ გადავლახე რაღაცები, მაგრამ მე ყველაფერი ერთად რომ მოდის. ხო, იქ 5 ივლისი იყო, რომლის მერეც ცოტა ხანი დამჭირდა რეაბილიტაცია, მაგრამ მალევე არა, კარგად ვარ, მე რაღაცა იყო და ბევრი რაღაც დაილექა, რომელმაც ერთიანად შემომიტია, როგორც ჩანს. იქ ნიკა და აი ისეთ კრიზისულ ვითარებაში ვიყავი, ოღონდ ამას კი არ გავეკეცი, საკუთარ თავს გავეკეცი რეალურად რა და ადამიანებს მივეცი რომ რაღაცა ჩემი ნეგატივის გარეშე ყოფილიყვნენ ცოტა ხანი, იმიტომ რომ სამსახურში ჩემი მისვლა იწყებოდა ჩხუბით, ოღონდ რაზე ვჩხუბობდი არავინ არ იცის, არც მე მათ შორის და არავინ. ერთადერთი ვინც მიტანდა იყო თეო გილგაშვილი და მეუბნებოდა რომ კაი ჩხუბებს და 10 წუთში გადავლის, მაგრამ ეს 10 წუთი შეიცვალა და თეო გილგაშვილი კურიერის პროდიუსერი იყო და ასევე მთავარი არქივის საინფორმაციო დედა გადაცემას და დაგილეკავ. მე მივხვდი რომ უბრალოდ 9-10 წელი, ნუ მაშინ 9 წელი იყო, 9 წელი რომ მუშაობ ისე რომ ერთ კვირაზე მეტი არასდროს არ დაგისვენია და სულ ამაში ხარ, რაშიც ხარ, მივხვდი რომ უბრალოდ ამოსუნთქვა მჭირდებოდა რა და ეს იყო ზუსტად. ნუ მაშინ ვარქმევდი რომ ალბათ გავიქეცი თქო, მაგრამ არა, ძალიან დამეხმარა, აი ცოტა ხანი შორიდან ყურება რაღაცების და თუმცა აი ესე შორს ყოფნის დროს ალბათ უფრო მეტად გაიაზრებდი რომ შეუძლებელი არის საქართველოსდან მე ვერ წარმომიდგენია შენ ემიგრაციაში წახვიდე, იმიტომ რომ ახლა საქართველოს მიტოვება ყველა დროს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ნიშნავს რომ აი ლოგინე მშობლების, მოხუცი მშობლების მიტოვებას. კი, ეგრე არის, იმიტომ რომ მაშინაც რო წავედი, ჯერთი თან მაშინ ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს იყო შოვის ტრაგედია და უბრალოდ ანუ აი მე მეორე არაადეკვატურობა იქ დამემართა, რომ იქ ვიყავი და აი რაღაცა ვერ ვადევნებდი კი არა, იქიდან რო ხედავდი თან დროის განსხვავება, ანუ ძალიან ცუდად გავხდი მაგ ამბავზე, რომ აქ არ ვიყავი რა, ხა მე რაც გავაკეთებდი, რაში დავეხმარებოდი. ოპა. დედა? თავში მეწემა და? ხო. კაში გადამარჩინე. ზღვარი ყავს დასაკლავი. ჩემი აზრით ქართული ოცნების მრავალ ტომეული კანონების ახო მიიღეს. ხო, ყველა არც ვიცი უკვე დავიღალე. მაგრამ ერთი ძალიან კაი კანონი აქვს მიღებული.
რომელი? ახსოვს გუგული მოწევა აკრძალა. აი ხა მაგან გამიო ეგრე თავში გუგული. ვაფრე მაგ ისტორიაზე, ჩემი და შენი ისტორიაზე. ეს მოწევა რო აკრძალეს მაშინ. დახურულ სივრცეში რომ მოწევა აკრძალა კალვეტონმა გუგული. ნუ ხა წლების მერე სხვა ჩერს რო გადახედავ არ არის კანონი. კარგი კანონია, მაგრამ მაშინ მოკლედ მწველები მე და შენ ავიგდეთ ეგ თემა განსაკუთრებით. მე დაჟე მახსოვს ქუთაისში პარლამენტში რო გავუკიდე გახსოვს სიგარეტს ეგ კანონი რო დაამტკიცეს ის დღეა შიგნით პარლამენტში ფოტოები არსებობს კაი ეგ ისტორია მიყვარს და ჩვენი ვიდეოები ყველგან გადაღებული გუგულის შესახებ მოდი გავიდეთ პროფესია რეპორტიორი გავცდეთ და მესამე ფურცლის მაყურებელს ვკითხავ ქეთაზე და ქეთას ვკითხავ იმ ცეკვებზე, რომელიც ქაშიკასთან უცეკვია. ერთი მახსენდება, ანაწერეთლის კორწილში. ანაწერეთლის კორწილში გადასარევი ცეკვას. მე და შენ, ანა თან ნუ მოდი ვაღიაროთ, რა თქმა უნდა, ეგ ცოტა დავuliეთ, ეხა კორწილში ვიყავით და თან ეგ ის დროა გახსოვს მამუკა მდინარეზე. ჩვენი საძღელოები როსვა. კორწილში იყო სტუმრად მოწეული და მაშინ არ ვეზიზღებოდით ახლა. კი, ნუ მაშინ ეხა იყო ეგეთი დროც ეხა ესე რა ვთქვათ, ჯერ ერთი მართლა საქართველოს ამხელა ქვეყანა და მე კიდე ხა კორწილს თავი დაანებედან ვაკ ახლობლობას და იმას ქუთაისშიც პარლამენტშიც რო დავდიოდით ხოლმე ჩვენ ქართული ოცნების მაშინ დეპუტატებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა ხოლმე სულ ერთი კაფე იყო იმ ქუთაისში მაშინ და ყველა ერთად ვჭამდით და ვსვავდით ეს რაღაცა ზღვარი არ იყო ესეთი ნუ აღარ ვლაპარაკობ ხა იმის მერე იმდენი მოხდა რა მაგრამ ნუ მოკლედ ცეკვაზე ვლაპარაკობდით ეგ ამბავი დავიკიდოთ მე და შენ მაგ ეგ ცეკვა მე მახსოვრებას იმიტომ რომ გუიგონა რომ იმ მაყურებელმაც რო იცოდეს რომ ყველაზე მაგრა ცეკვავდი სოფლიოში საუკეთესო სოფლიოში საუკეთესო მაგრამ თან სცენაზე თან მე რაღაცა კაფა მეცვახოთ მაღლები მეცვახოთ ცოტა და მეგონა რომ საუკეთესო მოცეკვავები ვიყავით მაგრამ ალბათ ვიყავით ისი მაგ კორწილში მე და შენ რო ვიცეკვეთ ეგრე არავის არ უცეკვია კი ვინ არის ჟურნალისტიკის მიღმა კიდე ქეთა აი ამაზე გითხარი დედა ხო. დედა და სხვა შორის მე და შენ ისე გაგვიმართლა რომ ახალგაზრდა მშობლები ვართ. კი, და მე სულ მაგას ამბობ, ხო იცი? ამ პროფესიაში კიდე ახლა ცუდი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ გაიგებს მაყურებელი წეს დრას ამბობ, კიდე კაი, რომ ლილე გაჩნდა მაშინ როცა გაჩნდა. კიდე კაი, რომ ეგ აი 19 წლის ასაკში ეგ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ანუ შვილი უნდა მყოლოდა, იმიტომ რომ ეხა არ ვიცი როდის მექნებოდა დრო მაგ გადაწყვეტილების მისაღებად. და ხო, იცი რა გეუბნება ხოლმე ლილე შენ? აი ქეთა რეპორტიორი, დედა რეპორტიორი მისთვის როგორ გამოიყურება? მე ზუსტად ვიცი რომ აი ყველაფერი შეიძლება ვითომ გაგიგოს, გადააკატავოს, აი ასე რო ვთქვათ, მაგრამ შვილი და შვილები და მე ჩემი ვერც ერთი შვილი ვერ გამიგებს იმას რომ აი ამ პროფესიაში რომ მე რაღაც ისე გავაკეთო, აუ გამორიცხულია რა. კი, ეგრე არის, იცი რა, და ეხა ლილე 11 წლისაა, მაგრამ ისე ამაყობს ამით. ხო. ისი ამაყობს, თქო, ამას რო აი მე ვამაყობ, რო დედა კი არა, ანუ აი საქციელებში აი მოსწონს, რომ სადღაც იცი დედა ჩემი იქ იყო იმ დარბევა, ანუ ამას რო ყვება, რომ აი დედა სად არის და მე ამით ვამაყობ, ანუ ვხვდები, რომ რაღაცა სწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ იმას მოსწონს რა. და თან იმის მიუხედავად, რომ ხა ესე ძალიან ღრმად რა თქმა უნდა პოლიტიკაში არ არის ჩართული, მაგრამ ნუ ამ ვითარებამ ადრე მეგონა რომ ცუდი იყო, მაგრამ არა, სწორად უნდა აღიქვამდეს ყველაფერს, ესე მგონია და უნდა აღიქვამდეს. რაც ხდება ქვეყანაში და აბსოლუტურად ყველაფერში ჩართულია. და ყველაზე მეტად სადაც აი ჩაერთო რა პერიოდში ეს იყო უკრაინაში რომ ეს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. იმიტომ რომ იმდენად აქტიურად იყო ჩართული ამ უკრაინის მხარდამჭერ რაღაცა ამბებში, ანუ გულისხმობ რას იცი, აი სკოლაში მაგალითად რაღაც საქველმოქმედო ამბები რო ქონდათ, რომ აი უკრაინელი ბავშვებისთვის რაღაცები შეეგროვებინათ. აი ამაში ჩაერთო, მე აქედან რა თქმა უნდა ამაში რო ჩართულია იქ პუტინი, რუსეთი, მე აქ რა ხდება ესენი რუსები არიან, არ ხანდახან კითხვა ხოლმე, ხო რუსია, ხო ივანიშვილი ესე კითხულობს ხოლმე და აი აქედან დაიწყო ეს აქტიურის და ძალიან მოწონს, რომ აი დედა არის რეპორტიორი, ან დედა არის ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად არის ამ რაღაც ყველაფერში ჩართული და ამით ძალიან ამაყობს. სხვა შორის ეხა აი მთავარი რაც დაიხურა, აი ლილესთან ერთად ჯამში რამდენი დროც გავატარე, მანამდე ალბათ 10 წელი არ მქონდა ერთად გატარებული, ანუ ხვდები რა ვთქვი, იმდენი ანუ არაფერს არ ვაკეთებდი და შესაბამისად ცუდად ვიყავით თუ კარგად როგორც ვიყავი, ლილესთან
შენთან ვიყავი რა და ამ პერიოდში დაიწყო ზედმეტი მოკედლება ჩემზე. იმიტომ რომ იმდენი დოზით ნახა დედა რომ თვითონ ჩოქში იყო რომ ამდენი. ეხლა რაც აი ნიუსზე აღარ ვარ. ბევრად მეტი დრო მაქვს იმის მიუხედავად რომ მართლაც რუსთაველზე ვარ და იქ მაგრამ ეხლა იმის დრო მაქვს რომ ლილეც ჩემთან ერთად იყოს ხოლმე გინდათ აქციაზე აი ხვდები უფრო მეტი დრო მაქვს იმასთან ერთად გასატარებლად სადაც არ უნდა ვიყოთ მაინც აი ამ თაობას რომელ თაობასაც ახლა რეჟიმი განსაკუთრებით ებრძვის ხა ლილ პატარა მაგრამ ნუ ერთი თაობაა ხო ჯენზი და ქვეჯენზი თუ როგორც ქვიათ აი ამ თაობასთან ცოტა კი არა ვერც კი დავიჯერებ რომ რეჟიმი არ დამარცხდება, იმიტომ რომ შეუძლებელია ამათან რამე აჭამო, მოატყუო ან მოისყიდო ან ასე შემდეგ რა და ამასაც ისტორიას გეტყვი რა უნდა იმ დღეს ორი კვირის წინ ალბათ აქციაზე ვართ მე და ელენე საღამოს რუსთაველზე რა ყოველდღე და უცებ ლილე დგავართ და ესე იყურება და წყალი უჭირავს რა და ჩემთან არ მოვიდა იგელახასა ანა ყურაშვილი და რაღაცები იდნენ და იმათთან მიდის და ეუბნება რა ეხაო მეორე მივიდეო ჭიჭინაძის კუთხესთან ვიდექით და პოლიციელსო წყალი რო შევასხაო მე ხო არასრულწლოვანი ვარ და რას მიზანი და ისრით დედაშენს დაიჭერენ გაჭერდი ანუ ის ქონდა ხვდები რომ იმდენად მე ხო არასრულწლოვანი ვარ ხა მე რა უნდა მომთხოვნა ანუ ამას ხსნიდა ჩაოლებროთ რომ კანონითო ხო არ აქვს უფლება რომ მე დამიჭირონ ან რა მექნა და რო შევასხაო რა იქნებაო და უცებ ყველა მე გამომხედა რომ რა ვიცი ეხა კი არაფერი მაგრამ მე ალბათ ამას დაიჭერენ და გაჭერდიო ანუ იმდენად გარკვეულები არიან ამ ყველაფერშიც რა კანონის ამბებშიც მათ შორის რომელიც მართლა კანონია და არა იმ კანონებში ჩვენ უნდა მოვიგოთ ეხლა რომ მე ნამდვილად გარდაულად იმიტომ რომ ახლა დანებება ძალიან დიდ დანაშაულს ნიშნავს აი სწორედაც ჩვენი შვილების თაობას ზუსტად ეგრეა ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის ძალიან ვისიამოვნე და ძალიან კაი იყო მართლა რაღაცა იმაში ვიდრე მოხვიდოდი კი გეცოდინება ჩემი ხატვისა და წერა კითხვის გამორთელების საზოგადოების სანამ მაგას დამთავრებ მე და შენ ვიყავით არ ვიცი თუ გახსოვს სამხარაულის წინ ნუ რაღაცა ამბავი იყო და ველოდებოდით ვიღაცის რაღაცა ექსპერტიზის დასრულებას და იქ წინ სასახლეების მაღაზია როა გახსოვს მე და შენ რო ჯეკი და შენ რო ლექსებს სასახლეებს ლექსებს წერდი კი ეგ ხო ზამთარია იქ პლიტა ქონდათ დენის გამათბობელი შეგვიფარა იმ კაცმა მოხდა გაახაროს ჩემი ოპერატორი ზღდა რომ ნეტა აქ თუთბილა ჩაუცები ცოტა ხანი გადავიდა კი ეგსა და არ მახსოვს რომელიღაც არის მკვლელობა იქნებოდა მაგრამ კაი გვიანობამდე მოგვიწია ცხრიანზე მე გვიანაც ჩაგვთეს ხო და მადლობა იმ კაც ამ სიკეთისთვის. ხო და ნუ ძალიან მოხვიდოდი დაგხატე ჩემო ძვირფასო, აი ესეთი წარმომიდგენი ხარ ახლა აი ამ ბრძოლაში შენ და ნუ რა კარგია ქაში თმები რომ აქ უკვე ამ ფოტოში მიხანია. ძალიან კაია. კეთა. ბანახე, თავზე მოახლავებ. მოიცა. შეგიძლია ახსნა? სახსო არ გეტყვი. აბა მოდი ახსნათ, რა ხდება? იცი? ხო, მე ხმას არ ვიღებ, კაი. იცი რა არის ეს აი აქ ძალიან ბევრი რაღაცეები როა გარშემო მგონია რომ ქაოს აღწერს არა ამ ქაოსში მე ხო ამ ქაოსში შენ კი ამ ქაოს სწორად გავიგე ესე იგი ისრები ესენი არა ეგენი მერცხლები არიან ისრები ისრები აი ზევი ისრები არის მომართული ჩემსკენ ჩემსკენ და შენგან იცი რა არის? ამ ეს გაიulis. და შენგან. ამას გაიulis ეს ის არის, რომელიც ჩემსკენაა მომართული. ოღონდ მე ეგ ჭრილობები მარტივად ხორცდება ხოლმე, ხო ისი? თავარია რომ ისი არ გაიაროს რა. თან ბევრჯერ ჭობია ეს ისრები და არა უშავს, გაუულია კიდევაც. და მე წავა. ისრებს შორის და აი ამ თავისუფალ სივრცეში მერცხლებით სწორედაც რომ აი ამ გამარჯვებასა და თავისუფლებას სწორედ ხარ შენ. ძალიან დიდი მადლობა. ამას მე სტრატეს ვაგრო, პატარა ჩარჩოში ჩევსო და დავიკიდე. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, კაცო.